თუ თქვენ მუშაობთ საჯარო სამსახურში და გაინტერესებთ როგორ უნდა ესაუბროთ მომხმარებელს, ეს ვიდეო თქვენთვისაა. გამოიწერე არხი და მე გაგაცნობ ამ ფრაზებს. ეს ორი ფრაზა თავიდანვე დიალოგს შექმნის ძალიან დადებითს და საინტერესოს. მაგალითად, How can I help you? როგორ შემიძლია დაგეხმაროთ? ან Is there anything I can help you with today? არის რამე რაც შემიძლია დაგეხმაროთ დღეს? თუ თქვენ მუშაობთ reception-ში, აუცილებლად გამოგადგებათ ეს ფრაზები. ამიტომ მოინიშნეთ და შეეცადეთ ისწავლოთ ისინი ზეპირად. შემდეგი ორი ფრაზა შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც პირისპირ მომხმარებელთან საუბრის დროს, ან სატელეფონო საუბრის დროს. ეს ორი ფრაზა შემდეგნაირად ჟღერს. Thank you so much for waiting. ძალიან დიდი მადლობა დალოდებისთვის. ან Thank you so much for your patience. უღრმესი მადლობა თქვენი მოთმინებისთვის. Patience, მოთმინება. არსებობს ისეთი მომენტებიც, როდესაც აუცილებელია ბოდიშის მოხდა. შეიძლება რამე შეგვეშალა და გვინდა რომ ბოდიში მოვიხადოთ. I or we apologize for something. მე ან ჩვენ ბოდიშს ვიხდით რამისთვის. I apologize for the mix-up. ეს ნიშნავს, რომ რაღაცა არეულობისთვის იხდით ბოდიშს. შემდეგი ფრაზა გამოგადგებათ იმ დროს, როდესაც რაიმე პრობლემა უნდა გადაიჭრას. ან მოგვარდეს. Let's find a solution for you. მოდით მოვძებნოთ გამოსავალი თქვენთვის. შემდეგი ფრაზა, რომელიც შეიძლება მოყვეს ამ დიალოგს, არის ეს. Here's what we can do to resolve this issue. ეს არის, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოვაგვაროთ ეს საკითხი. I understand this situation. მე მესმის ეს სიტუაცია. And I will try to do everything to help you. და მე ვეცდები გავაკეთო ყველაფერი, რომ დაგეხმაროთ. I will do my best to help you with this. მე გავაკეთებ ჩემს მაქსიმუმს, რომ დაგეხმაროთ თქვენ ამაში. გნებავთ გამოჩნდეთ უფრო მეტად ფორმალური, შეგიძლიათ help-ის ნაცვლად გამოიყენოთ assist. Assist, იგივე რაც დახმარება. I'll do my best to assist you with this. მე გავაკეთებ ჩემს მაქსიმუმს, რომ დაგეხმაროთ ამაში. Let's see what I can do for you. მოდი ვნახოთ, რა შემიძლია გავაკეთო თქვენთვის. შემდეგი ფრაზა. I will be happy to check this for you. ბედნიერი ვიქნები, თუ შევამოწმებ ამას თქვენთვის. I will be happy to do that for you. ზმნის ადგილას შეგიძლიათ სვალოთ ზმნები. Check, do. მეტ ინგლისურისთვის დაემატეთ ჩემს Telegram chats, რომლის ლინკიც საიტის აღწერაშია.